მოგესალმებით ყველას. დღევანდელ გაკვეთილში ავხსნი ვნებით გვარს. ეს თემა შეიძლება თავიდან რთულად ჩანდეს, მაგრამ აუცილებელია ვიცოდეთ, როდის ვიყენებთ, როგორ ვიყენებთ და რით განსხვავდება მოქმედებითი გვარისგან. ინგლისურში გვაქვს ორი ტიპის წინადადება. ერთი არის მოქმედებითი გვარი და მეორე არის ვნებითი გვარი. მოქმედებით გვარში თავარი არის ვინ ასრულებს მოქმედებას. Tom writes the letter. ანუ ტომი წერს წერილს. აქ ვინ ასრულებს მოქმედებას? ტომი. ხოლო ვნებით გვარში კი რა არის მთავარი? ამ შემთხვევაში ტომი არის მთავარი მოქმედი პირი, ანუ სუბიექტი, ხოლო letter წერილი არის ობიექტი. რა ხდება ვნებით გვარში? ვნებით გვარში გვაინტერესებს რა მოქმედება მოხდა. ვინ გააკეთა ის კი არ მაინტერესებს. რა გაკეთდა? ანუ ეს ჩემი ობიექტი გადმოდის წინადადების თავში. ამ შემთხვევაში წერილი არის ობიექტი. The letter is written by Tom. წერილი დაწერილია ტომის მიერ. ის კი არ მაინტერესებს ვინ დაწერა. ანუ რა დაიწერა, რა მოხდა. მახსოვრეთ, მოქმედებითი გვარი ვინ გააკეთა, ვნებითი გვარი რა გაკეთდა, რა მოხდა. She cooked the meal. მან მოამზადა საჭმელი. ვინ მოამზადა? მან მოამზადა. ეს არის მოქმედებითი გვარი. ხოლო ვნებითი გვარი რა მომზადდა? საჭმელი. ეგ არის ვნებითი გვარი. შესაბამისად იქნება the meal was cooked by her. მოქმედებით გვარში მთავარი არის ვინ მოამზადა, ხოლო ვნებით გვარში რა მომზადდა. როდის ვიყენებთ ვნებით გვარს? როდესაც არ ვიცით ვინ შეასრულა მოქმედება, ვინ გააკეთა მოქმედება. ჩემი მანქანა მოიპარეს. მე ხო არ ვიცი ვინ მოიპარა. შესაბამისად ვიტყვი my car was stolen. შეიძლება არ ვიცოდე ვინ მოიპარა, მაგრამ მთავარი თვითონ ფაქტია ჩემთვის, რომ ანა მოიპარეს. აგრეთვე ვიყენებთ, როდესაც არ მაინტერესებს ვინ ასრულებს მოქმედებას. English is spoken here. აქ ინგლისურად ლაპარაკობენ. მაგრამ ვინ ლაპარაკობს, ეგ საერთოდ არ მაინტერესებს. თუ ვიყენებთ, როცა გვინდა ყურადღება გავამახვილოთ შედეგზე. The room was cleaned. მე ის კი არ მაინტერესებს ვინ გაასუფთავა ოთახი, ვინ გაწმინდა ოთახი. შედეგი მაინტერესებს, რომ ოთახი უკვე სუფთა არის. ვნებით გვარს ვაწარმოებ be ჩავსვალ იმ დროში, რა დროშიც მაქვს მე წინადადება, ახლანდელი თუ არის, მაშინ იქნება am is are, თუ წარსული დრო არის, იქნება was were, თუ მომავალი არის, იქნება will be, თუ present perfect იქნება have been, plus ზმნის მესამე ფორმა. Writes the letter. ეს ხომ არის present simple. ეს არის მოქმედებითი გვარი. ვნებით გვარში იქნება the letter is written by Tom. თუ მე მაქვს present continuous, ეს იქნება the letter is being written by Tom. წარსულში Tom wrote the letter. The letter was written by Tom. Continuous გვაქვს. მაშინ the letter was being written by Tom. She has prepared the food. მან მოამზადა საჭმელი. ახლა ვნებით გვარში როგორ ვიტყვი? The food has been prepared. საჭმელი უკვე მომზადებულია. The documents have been signed. დოკუმენტები უკვე ხელმოწერილია. როდის გვჭირდება ახლა by და ადამიანის გამოყენება? როცა გვინდა ვთქვათ ვის მიერ შესრულდა მოქმედება. თუ მინდა ეს ჩემზე არის დამოკიდებული, თუ მინდა ვიტყვი, თუ მინდა არ ვიტყვი. მაგალითად the cake was made by my sister. მცხვარი ჩემი დის მიერ გაკეთდა. შემიძლია ვთქვა the cake was made yesterday.
გუშინ გაკეთდა ნამცხვარი. ბუნებითი გვარის ყველაზე ხშირი შეცდომები არის the room cleaned. ოთახი დაალაგებულია. არასწორი არის, იმიტომ რომ აქ ჩვენ არ გვაქვს be. ანუ the room is cleaned. გვარში be აუცილებელი არის. The letter was wrote. არასწორია, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება სმნის მესამე ფორმა. The letter was written. მესამე ფორმა გვჭირდება და არა მეორე. ყველა წინადადება, რა თქმა უნდა, პასივში არ გვჭირდება. იმ წინადადებებს ვიტყვით პასივში, ისი შედეგიც მაინტერესებს. Someone stole my phone. ვიღაცამ ტელეფონი მოიპარა. თუ ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიღაცამ მოიპარა ტელეფონი, ამის თქმის ნაცვლად რომ ტელეფონი მომპარეს ვთქვა, აი ახლა გამოვიყენებ მე passives. My phone was stolen. ეს ტელეფონი დამზადებულია ჩინეთში. მე სულ არ მაინტერესებს ახლა ვინ დაამზადა ეს. უბრალოდ მაინტერესებს სად დამზადდა. This phone is made in China. ხიდი 2010 წელს აშენდა. ანუ ეს უკვე შედეგი არის, ხო? The bridge was built in 2010. მარტივად შევაჯამოთ დღევანდელი გაკვეთილი. პირველი, ვნებით გვარში. არ არის საერთოდ მნიშვნელოვანი ვინ გააკეთა მოქმედება. თავარია რა გაკეთდა. მეორე, მისი ფორმულა არის be plus სმნის მესამე ფორმა. მესამე. ვნებით გვარს ვიყენებთ, როცა არ ვიცით ვინ გააკეთა მოქმედება, ან ვიცით და არ გვაინტერესებს ვინ გააკეთა მოქმედება, ან შედეგზე გვინდა ფოკუსი. თუ რაიმე დამატებითი კითხვა გექნებათ ამ თემასთან დაკავშირებით, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში.